ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. თქვენს მარადიულ ყოფნა არ ყოფნას ეხება. ამიტომ ნუღარ მოусმენთ რელიგიურ მეზღაპრეებს. მე არ მოგიწოდებთ რომ მეც ესე მშრალად მომისმინოთ, უსაფუძვლოდ. მე ყოველთვის მოგიწოდებთ რომ გადაშალეთ თქვენი ახალი არქმები, ბიბლიაში მოძებნეთ ძალკე ახალი არქმა და მიადევნეთ თქვენი თვალი იესოს სიტყვებს. იესოს სიტყვები იკითხება და მოусმინეთ ყველამ პირადად იესოს. შევეხოთ ნათლობის საკითხს. ნახეთ მათ ეს სახარება, ეს რიგით პირველი სახარება ახალ არქმაში, თუ ძალკე ახალი არქმა გაქვს, გადაფურცლით თორე მათ ეს სახარება. თუ ბიბლია გაქვს, საძიებელში ნახე, ახალი არქმა და გვერდი იქნება მითითებული, გადაფურცლეთ და ნახეთ როგორ მარტივი მოსაძებნია მათ ეს სახარები სულ ბოლო თავზე გადაშალეთ. სულ ბოლო თავზე და ბოლო სამი მუხლი. განვიხილავთ მათ ეს სახარების 28 თავის, მე-18, მე-19, მე-20 მუხლებს. ნახე შენ ახალ არქმაში ჩემთან ერთად სახარება მათესი 28 თავი. მე-18 მუხლი შევეხოთ ჯერ. აქ იესო იძახის რომ მომეცამე მეფობა. დააკვირდით, მანამდე არ ქონია მეფობა. ეს თავდგომის გარკვეული დროის მერე ხდება, ხვდებით? მერე მიიღო მეფობა. თუ ვისგან მიიღო რა ვითარებაში, რას ნიშნავს აი ეს მეფობა, რომელიც ცათასასუფეველი ძველი ქართულ სიტყვას ხმარობენ და სწორედ ამიტომ არიან ადამიანები დაბნეულობაში. ეს ჩვეულებრივი ღმერთის სამეფოა, რომელშიც მეფედ დაინიშნა იესო ქრისტე. და ეს დეტალურად რომ გაიგოთ, უნდა შემოხვიდეთ ჩემს პირად გვერდზე და ნახეთ 92 რიგითი ვიდეო. ფრჩხილებში ზის რიგითი ნომრები. რადგან აი ამ ვიდეოს ბლოკავენ, რომ ბევრმა არ მოისმინოს, ამიტომ შემოდი ჩემს პირადში, ნახე 92 ვიდეო, იქიდან გაიგებ ქრისტეს მეფობის შესახებ. ეხლა რა შემიძლია შევადაროთ ესო ადვილი წარმოდგენა შეგვექნას. იესო რადგან ამას ეუბნება მე-18 მუხლში თავის მოციქულებს რომ მომეცამე მეფობა, იქვე ეუბნება რა უნდა გააკეთონ ამისათვის, ვისაც უნდა რომ ღვთის სამეფოს, ეგრეთ წოდებული ცათასასუფეველის ქვეშევრდომი გახდეს. დააკვირდით, საუბარია 64-ის მოქალაქეობის მოპოვებაზე. ხო ასეა ნებისმიერ სახელმწიფოში, თუნდაც მაგალითად ავიღოთ ამერიკა, ხო? როდესაც ადამიანები მიდიან მაგალითად ამერიკაში, უნდათ რომ მწვანე ბარათი მოიპოვონ, მწვანე ბილეთი, ვიზა ამერიკის, ხო? მაგრამ ის ესე ადვილად ვერ მოიპოვება. ამას გარკვეული ძალისხმევა უნდა დაახარჯონ, ხომ ასეა? იმ ვიზის მოპოვებას, რომ იქ იცხოვრონ, ვისაც იქ უნდა ცხოვრება. და უნდა დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რომლებიც მესაზღვრესთან იწყება და გრძელდება შემდეგ თავად ქვეყანაში, როდესაც ჩადის პიროვნება, ხო? გარკვეული კრიტერიუმები უნდა იცნობდნენ, მინიმუმ მაინც უნდა იცოდნენ ცოტათი ის ენა, სადაც მიდიან და ამავე დროს ის წესები, ის კანონები, რომლებიც იქ მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოადეპორტებენ, ხომ ასეა? ასევეა ღვთის სამეფოშიც. თავისი წესრიგია იქ, თავისი კანონები, რაც უნდა გაიგოს. სწორედ ამას ეუბნება იესო მერე თავის მოციქულებს 28 თავის შემდგომ მე-19 მუხლში. მიაქციეთ ყურადღება, იგივე ეუბნება რომ ასწავლეთ, მაგრამ დააკვირდით ჯერ ასეუბნება, ჯერ უნდა წადით. ანუ მიაკითხეთ ადამიანებს. ნუ დაელოდებით რომ ადამიანები მოვიდნენ თქვენთან, თქვენ მიაკითხეთ. შემდეგ ეუბნება უკვე ასწავლეთ. უნდა ვასწავლოთ მის სამეფოს შესახებ და იმაზე თუ როგორ შეუძლიათ გახდნენ ამ სამეფოს ქვეშევრდომები, როგორ მოიპოვონ აი ეს სიმბოლური ვიზები 64-ის მოკალაქეობისთვის. და ამაში ერთ-ერთი მთავარი არის სწორედ ნათლობა მამის სახელით, ძის სახელით, წმინდა სულის სახელით. იესოს არ უთქვამს სამების სახელით მონათლეთო. იესომ ჩამოთვალა რიგითობის მიხედვით. დააკვირდით, პირველ ადგილზე იესომ დააყენა მამა. მამის სახელით, მე-19 მუხლში ასე იწყება, თუ აკვირდებით, მამის სახელით მონათლეთო. რას გულისხმობს მამის სახელით მონათლა? დააკვირდით, მართლმადიდებლური ნათლობები რატომ არის ანულირებული? იმიტომ რომ მამას ებრძვიან, მამის სახელს ებრძვიან, ბღალავენ, შეურაცხყოფენ, უარყოფით კონტექსტებში იხსენიებენ მამის სახელს და ძეყავთ წინა პლანზე. დაყენებული როცა თავად ძემ, ნახეთ აი აქ, თავისი თავი მეორე პლანზე დააყენა, ხო? მეორე პლანზე, როცა ჩამოთვალა რიგითობის მიხედვით, მონათლეთ ისინი მამის სახელს. ეს არ არის ის ნათლობა, რასაც აკეთებენ ხოლმე, რომ მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისა რა მონათლულია ბავშვი. არავითარ შემთხვევაში. იესო მამის სახელით ნათლობაში გულისხმობს, უნდა გაეცნონ მამას ნათლობის კანდიდატები. და მე ამაზე აუცილებლად დავდებ ამის შემდგომ,
ვიდეო ლექციას აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი, რომ არ გამოტოვო ის ღვთის სახელი ქართულ მწერლობაში. რას წერენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი პოეტები, როგორ ლექსებს უძღვნიდნენ ზეციერი მამის სახელს, მაშინ როცა დღევანდელ მდგომარეობით უკვე ეს სახელი დაგმობილია მართლმადიდებელი მრევლის მიერ, ისინი შეურაცხყოფენ, უარყოფით კონტექსტებში იხსენენ. ამიტომ მათი ნათლობა რა თქმა უნდა ანულირებულია, იმიტომ ისინი მამის სახელით არ მონათურა. და ის არასწორია, ხო? ამიტომ შემდეგი ვნახოთ უკვე. იგივე მათე სახარების, იგივე 22 თავის ბოლო მუხლი, თლად ბოლო მუხლი, მე-20 მუხლი. რას გულისხმობს? აქ ესეუნება რომ ასწავლითო, მერე ასწავლეთ ნასწავლის დაცვა. ნასწავლის დაცვა, აი ამას მიუთითებს და ესეთი შედარება მინდა მოიყვანო. წარმოიდგინეთ, სხვა დროსაც მომიყვანია ეს შედარება, როცა პიროვნება იღებს მართვის მოწმობას. ეს ძალიან მარტივია მიესადაგება ზუსტად და იმიტომ პიროვნებამ ჯერ უნდა ისწავლოს საგზაო ნიშნები, ისე არავის არ მისცემს მართვის მოწმობას. თუ საგზაო ნიშნები არ ისწავლა, შემდეგ აი ამ ნიშნებს უნდა აითვისოს საჭე და როდესაც გზაზე გამოვა, სანამ მართვის მოწმობას მისცემენ პრაქტიკას რო ეძახიან, ხო? უნდა აითვისოს ეს საგზაო ნიშნები, რაც ისწავლა, უნდა დაიცვას. გზაზე სიარულისას და ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს, ის მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება, როცა მართვის მოწმობას აიღებს. ესეა ქრისტიანობაც. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ნათლავენ არავის, თუ პიროვნება არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, თუ მან ჯერ არ ისწავლა რა არის ქრისტიანული ცხოვრება და მერე ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ ნასწავლს არ იყენებს. სწორედ ეს არის იქვე იესურეუნება გიბრძანებთო. ეს უბრალოდ ის არ არის მითითება, ეს არის ბრძანება მეფის, ღვთის სამეფოს მეფის, ვისაც უნდა რომ ისი სამეფოს ქვეშევრდომი გახდეს და მოიპოვოს აი ეს სიმბოლური ვიზა სამოთხის მოქალაქეობის. აუცილებლად უნდა ისწავლოს ეს საგზაო ნიშნები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქრისტიანულ ცხოვრებაში, ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, რისი დაცვაც მოეთხოვება მათ. და სწორედ ამას შევეხები ახლა თუ რისი დაცვა მოეთხოვებათ აი ამ ორ მონაკვეთში. მოძებნეთ თქვენს ბიბლიებში, საძიებელში ნახეთ ახალ ათმაში კორინთელთა წერილები, ორი წერილია იქ, ნახეთ პირველი წერილი. კორინთელთა პირველი წერილი ნახეთ, აი ამ პირველ წერილში ნახეთ მე-6 თავი და მე-6 თავის მე-9, მე-10, მე-11 მუხლები. დავყოლით ამ მნიშვნელოვან დეტალებს. მე-6 თავის მე-9 მუხლი რითიც იწყება, იმავეთი მთავრდება მე-10 მუხლი. ანუ ორჯერ იყენებს ამ სიტყვას. ვინ ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს, ანუ ვინ ვერ გახდებიან ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები. საერთოდ წვია წერილი როცა ორჯერ რაღაცას უსვამს, ის არის ხაზგასმის ნიშნით, რომ კარგად გავიგოთ და არავინ მოგატყუოთ რელიგიურმა მეზღვაურებმა, რომ აი ჩვეულებრივ ამდენს აგიგებენ თუ რა ქვია იმას, პარაკლის ჩაგიტარებენ და მოხვედრილი ხართ სასუფეველში. ფულის გაკეთების მიზნით არის ეგ რიტუალები. აქ წერია გასაგებად მე-9 მუხლიდან იწყება და მე-10-ში არის ჩამონათვალი. მიაქციეთ ყურადღება ამ ჩამონათვალს, ეს არის კრიტერიუმი. პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამას, ის ვერ მოინათლება. მარტო ნათლობაზე ვსაუბრობ ჯერ, არამც თუ ვერ შევა ღვთის სამეფოს ქვეშევრდომა. ის ვერ მოინათლება. დასაწყისშიც ამას ესმევა ხაზი და დასაზრდობშიც. წაიგითხეთ ეს დეტალები. თუმცა მე-11 მუხლში საუბარია, რომ ასეთი იყო ზოგიერთი ადამიანი, რაც იქ ჩამონათვალშია. ასე ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი შეიცვალნენ ზუსტად როგორც ჩამონათვალში არის მამის სახელით ხო ვახსენებ, შემდეგ ძის სახელით რა იგულისხმება იმ გამომსხიდვეული მსხვერპლის საფუძველზე, რომელიც იესომ გაიღო, აი ამ მსხვერპლის საფუძველზე ეპატიათ ეს ჩადენილი საქციელი, რადგან ისინი მათ დატოვეს ის ქმედებები, მათი ცხოვრების წარსული, აი ეს ეგოცენტრული სურვილები რაც ჰქონდათ და რითიც ცხოვრობდნენ ცუდი ჩვევები თუ ცუდი თვისებები. აქ მე-11 მუხლში ამას ესმევა ხაზი, რომ ისინი მართლებად აღიარა უკვე უზენაესმა თავისი სულით და თავისი ძის გამოსასყიდის საფუძველზე. სწორედ ეს იკითხება აქ. რას ნიშნავს ეხლა აი ეს სულით, რომ სულის ნაყოფები რაც ასევე უნდა გავავითაროთ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ასევე აი წმინდა სულის სახელით. აი ეს სიტყვა არის ხოლმე გამოყენებული, თუ ნახავთ აი გალატელების წერილი ნახეთ, ხშირად ვიყენებ ამ წერილს გალატელთა მიმართ, საძიებელში ნახეთ ეს წერილი, მერე ნახეთ მე-5 თავი და ამ მე-5 თავში ნახეთ 16-დან 25-ის ჩათვლით მუხლები, აქ ორივეგან
ხაზი ესმება იმას, რომ სულის მიყოლაში რა იგულისხმება, აი სულის ნაყოფებში ჩვენ იმაზეც ვისაუბრებთ სხვა ლექციაში თუ ხელმძღვანელობა როგორ არის აი ეს სული ხელმძღვანელობა, მაგრამ ჩვენ საუბრობთ სულის ნაყოფების განვითარებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ესენი არ განავითარა პირმა, იგი ვერ მოინათლება ქრისტიანულად, ქრისტიანად, ჯერ ესენი უნდა განავითაროს. ეს მოთხოვნა აქვს. და ნახეთ აი ზუსტად 21 ბუხშია. ამაზე ხაზგასმული, აი რაც აი აქ თქვით, მეცხრეს დასაწყისში და მეათე მუხლის ბოლოში იგივე არის აქ. რომ ამის ჩამდენი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. აი ესეთი ძახილის ნიშნებს გავაკეთებ, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალებია და ყურადღება უნდა ვიღოთ. დანარჩენი მთლიანი კონტექსტი 16-დან 25-ის ჩათვლით შეგიძლიათ წაიკითხოთ. რაც შეეხება ჩვილის მონათლა, ესეც რა თქმა უნდა ანულირებულია, არ იღებს უფალი ასეთ ნათლობებს, პოცა პატარა ბავშვის ნათლავე და თუ რატომ შეგვიძლია ნახოთ, აგერ ჩვენ საუბრობდით მათეს სახარებაზე, ეს იყო ახალ თქმაში რიგით პირველი სახარება. ეხლა ნახეთ რიგით მეოთხე სახარება, ანუ მათეს მერე არის მარკოზი, თუ გადაფუძნით, მერე არის ლუკას სახარება, აი შემდეგ ნახეთ უკვე იოანეს სახარების მესამე თავის, მესამე და მეხუთე მუხლი შევეხოთ. ეს არის იოანეს სახარება. სახარება იოანესი მესამე თავის შევეხოთ ჯერ მესამე მუხლს. აქ რაზეა საუბარი? იესო ამბობს, თუ ახლიდან არ დაიბადეთ, ვერ იხილავთ ღვთის სამეფოს, ანუ ვერ შეხვართ ღვთის სამეფოში. ეს არის კრიტერიუმი ღვთის სამეფოში შესასვლელად. ვერ მოინათლებით, ახლიდან უნდა დაიბადოთ. ეს ჩვილებს არ ეხება და რატო? ახლიდან დაბადებაში რა იგულისხმება? ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა წარსულში, როგორც აი 15-11 მუხლში, და აი ჩამონათვალშიება, წარსულში ცხოვრობდა, ცუდად თავის ეგოს იყო აყოლილი, იყო ნარკომანი, აზარტული მოთამაშე, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რომ მიატოვა პიროვნება, მოემზადა ნათლობისთვის, მიიღო შესაბამისი ცოდნა, როგორც აქ მეფის ბრძანებაშია, და ამ ცოდნის თანახმად მე ინათლება ეს პიროვნება. როგორც აი მართვის მოწმობას რო იღებენ, ხო, საგზაო ნიშნებს ჯერ სწავლობენ, მერე იცავენ და თუ იცავს და კარგად მართავს საჯეს, მერე ეძლევა მართვის მოწმობა. აი ეს ეძლევა მერე ნებართვა ქრისტიანებისგან, ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან მოინათლოს ეს პიროვნება. ამიტომ ეს ჩვილს არ ეხება, ჩვილი ვერ სწავლობს ამას. ჩვილი ჯერ უნდა გაიზარდოს, ხო? დააკვირდით აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალს მინდა კიდე ხაზი გავუსვა. ასეთი სახით არღვევენ ჩვილის უფლებებს, როგორც მშობლები, ისე ეგრეთ წოდებული მამაოები, ვინც ამ რიტუალით ფულს აკეთებენ. რატო? გითხრათ, იმიტომ რომ არ შეიძლება ბავშვს წაართვა ისეთი უფლება, რაც მისი პირადი უფლება, რაც ღმერთმა უშუალოდ მას მისცა. თუნდაც ქორწინებაში რო ხდება ხოლმე, ხო? მშობელს არ აქვს უფლება დაუდგინოს თავის შვილს, რომელ ასაკში იქორწინოს, ვინ მოიყვანოს, ვიზე იქორწინოს, ან საერთოდ იქორწინოს თუ არა, ეს პირადად მისი გადასაწყვეტებია. ასევეა ნათლობაც. თვითონ უნდა მიიღოს პიროვნებამ გადაწყვეტილება, როდის მოინათლოს, ან როგორ მოინათლოს, ეს მისი გადასაწყვეტი საკითხებია და არა მისი მშობლების, ან ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების. ასეთი სახით ეს არის ფარული ძალადობა ბავშვზე და მე საერთოდ დღემდე მიყვის, რატო ამაზე იუნისეფი ხმას არიებს, რატომ დუმან. ეს არის თვითონ პიროვნების გადასაწყვეტი. და ის ამას აკეთებს ამნაბის დგავს მაშინ, როცა მან უკვე ისწავლა, აბა ჩვილის მისცემთ თქვენ მართვის მოწმობას, პატარა ბავშვს დასვათ საჭესთან, არ დასვათ, ხო? რატო? რომ ფიზიკურად არ მოხდეს. აბა სულიერად რატო კლავთ ადამიანს? მარადიულ სიცოცხლეს რატო არწევთ? აქ ამაზეა საუბარი, რომ ადამიანმა ჯერ უნდა კარგად ისწავლოს რა არის ქრისტიანობა, იცხოვროს იმ წესებით, იმ პრინციპებით და მერე ეძლევა ნათლობის უფლება. მერე პირადად იღებს გადაწყვეტილებას უკვე პირი მოინათლოს და რამდენად შეესაბამება ამას წყვეტენ სხვები, მონათლონ თუ არა ის, მისცენ თუ არა ამის უფლება. თუ ის ამ კრიტერიუმს სრულად არ აკმაყოფილებს, მოინათლება, თუ არ აკმაყოფილებს, ვერ მოინათლება. აი ეს არის ახლიდან დაბადება. როდესაც წყალში იძირება პიროვნება, ამასაც მიაქციეთ ყურადღება, ჩვილს მიაწუნწკრებენ ხოლმე, ან ფეხებს ჩააყოფენ, ეს არ არის ნათლობა. ნათლობის დროს ჩვენი იესომაც დაგვიტოვა, მაგალითად ის დასრული მოინათლა, თან სრულად ჩაიძირა წყალში. ასე ინათლება ყველა კანდიდატი, სრულად უნდა ჩაიძიროს. ამ როდესაც სრულად იძირება პიროვნება, ეს სიმბოლურად ნიშნავს იმას, რომ ის მოკვდა წარსული ცხოვრებისათვის, როგორც მანამდე ცხოვრობდა. და როდესაც ამოდის წყლიდან, ეს არის ახალი დაბადება. ისე ბუნებრივადაც ხო ესეა, წყლიდან იბადება, ხო, ბავშვი წყალს დაღურის ხოლმე, ქალი და მერე იბადება ბავშვი, ასეა, წყლიდან ამოსული არის ახალი პიროვნება. ანუ ამის მერე ის ცხოვრობს უკვე თავისი ნებით კი არა და თავისი ეგოცენტრული მიზნებით კი აღარა ცხოვრობს. ის ცხოვრობს უკვე ღვთისნებისამებრ, იმ მოთხოვნისამებრ, იმ წესებისამებრ და ეს უფლება მიეცამა. ხელახლა დაიბადა პიროვნება, ახალი ცხოვრებისთვის დაიბადა, ღვთის სამეფოსთვის დაიბადა იგი.
რომ იცხოვროს ღვთის სამეფოს ქვეშევრდობა და 60-ის მოქალაქეობის ეს სიმბოლური ვიზა მიიღო ამ გაგებით. ამიტომ ნახეთ ეს აზრები, ეს სახარება იოანესი იგივე მესამე თავის, იგივე სახარება იოანესი მესამე თავის მეხუთე მუხლიც. აქ იესო ხას უსვამს, რომ თუ პიროვნება ისევ ხელმეორედ იმეორებს და აკვირდი ორჯერ იმეორებს აქ იესო, რომ ვერ დაიმკვიდრეს პირი ღვთის სამეფოს, თუ იგი არ აკმაყოფილებს აი ამ სტანდარტს, მის მიერ დადგენილ აი ამ პრინციპებს. და ნათლობაც ეს არის, კვდება წარსული ცხოვრებისთვის და იბადება წყლით და სულით დაბადებულებს რაც შეეხება, ის ძალკე სხვა დროს სხვა ვიდეოს გავაკეთებ, თუ ვინ არიან სულით დაბადებულები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა მივყვეთ სულის ნაყოფებს. თუ სულის ნაყოფს არ მიყვება პიროვნება, მას არ მიცემენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ნათლობის უფლებას. თუმცა ეხმარებიან, რომ მან შეძლოს გადალახოს ის პირადული რაც ხელის შეშლილია მის ცხოვრებაში, დაძლიოს, რომ შემდეგ მზად იყოს ნათლობისთვის. აი ეს სულით ნათლობა იგივე, აი ასე ვთქვით, აი ამებში იკითხება მე-16, აი ეს 25 და მთლიანი კონტექსტი. ეს უნდა ნახოთ, ეს შეესაბამება იგივე ამას, ხედავთ? აქაც ესეა. გამართლება იქნება სულში, ხოლო აი ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს მონაკვეთები, იმიტომ წერ პირველი წყაროები, რომ ესენი კავშირები უნდა იპოვოთ ერთმანეთთან, რათა სრული სურათი დაინახოთ, ფაზლის მსგავსად, ხო? ხოლო ერთი მუხლით, ორი მუხლით, ამაზე მსჯელობა არ ხდება. ყველა ის საჭირო მუხლი მის გარშემო უნდა გაერთიანდეს, რომ სრული სურათი დაინახოთ, რას ნიშნავს ქრისტიანად მონათლობა. იგივე ეს არის ქრისტეში, ქრისტიანად ნათლობა, ქრისტეში ნათლობაა ეს. ქრისტიანად ნათლობა და არა მართლმადიდებლური ნათლობა. რას ნიშნავს ქრისტეში ნათლობა? ეგ ჩვენ შეგვიძლია კიდევ მოვიყვანოთ მაგალითად კოლოსელების წერილი, ნახეთ ახალ თქმაში საძიებელში. როცა იპოვით ამ წერილს, მერე ნახეთ მეორე თავი, მე-12, მე-13 მუხლები. აი აქ უკვე წერია, რას ნიშნავს ეს ქრისტეში ნათლობა, რომ შენ კვდები წარსული ცხოვრებისთვის, როგორც მანამდე გიცხოვრია და მერე იწყებ ახალ ცხოვრებას. რომ შენ ამ სიტყვას გამოტევ, შენ ჭკუაზე აღარ უნდა იარო, აღარ უნდა აყვეშენს ეგოს, აღარ უნდა მოусმინო, უნდა უსმინო იმას, რაც იკითხება. ეს არის საგზაო ნიშნები ქრისტიანული ცხოვრების გზაზე და იმ პრინციპებით უნდა იცხოვრო, რაც არის კორინთელების წერილში, რაც არის გალატელების წერილში, აი ამ მონაკვეთებში რაც იკითხება. ესე უნდა ნახოთ და ეს წესები უნდა დაიცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგივე ვნახოთ მაგალითად, აგერ რომ ღმერთის ნების თანახმად უნდა იცხოვრო და არა შენი ნების თანახმად, რასაც მანამდე ცხოვრობდი. რომაელთა წერილს თუ ნახავთ, რომაელთა წერილი არის ახალ თქმაში, მე-12 თავის, მეორე მუხლი. აქაც ზუსტად ეს აზრია, რომ კვდება პიროვნება ძველი ცხოვრებისთვის, ნათლობა სწორედ ამას მოიცავს, იწყებს ახალ ცხოვრებას ღმერთის ნებისამებრ. და იგივე შეგიძლიათ ნახოთ იოანეს პირველი წერილი ნახეთ, პირველი წერილი ახალ თქმაში საძიებელში იპოვით, მეორე თავი, მე-15, მე-16, მე-17 მუხლები. აქ მე-15, მე-16 მუხლებში საუბარია, რომ პირი, რომელიც იწყებს ღვთის ნებისამებრ ცხოვრებას, ის აღარ მიყვება ქვეყნიერების ყაიდას. ანუ როგორც ცხოვრობს მაგალითად ქვეყნიერებაში ელიტა, ან გარკვეული მაღალი ფენის საზოგადოება თუ ასე შემდეგ, ხო? ან თუნდაც თინეიჯერები, როგორც ცხოვრობენ, მათ ხო აქვს თავიანთი მიმართულებები ყველას. ეს ქვეყნიერების ყაიდა ქვია. ის ყოველდღიური დღესასწაულები, რასაც ქვეყნიერებაში აღნიშნავენ და ასე შემდეგ, ეს არის ქვეყნიერების ყაიდა, რასაც მთელი ქვეყნიერება ერთობლივად აღნიშნავს. ამას აღარ უნდა მიყვე. თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ წახვედა და გამოქვაბულში დაიდე და ასკეტურად იცხოვრო. შეგიძლია იყო ქვეყნიერებაში, მაგრამ არ უნდა მიხვე ქვეყნიერებას. ვინც ქვეყნიერებას მიყვება და აი ამ ყაიდას არ ზუსტად ეს იკითხება, ის ღვთის მტერი ხდება. ანუ ასეთი პიროვნების მონათლა ანულირებულია. აზრი არ აქვს. არც მისცემენ უფლებას ჭეშმარიტი ქრისტიანები, თუმცა რელიგიური მეზღაპრეები ნათლავენ ასეთებს ფულის საკეთებლად, კიდევაც გაუსახავს. აი აქ მე-17 მუხლში უკვე საუბარია იმაზე, რომ ესეთი ქვეყნიერება უნდა დასრულდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, მარტო ქრისტეს სამეფო იქნება მთელს პლანეტაზე და მისი მმართველობა. და ვინც ქვეყნიერების ყაიდაზე არ იცხოვრა და იცხოვრა ღვთის ნების თანახმად, ისინი დარჩებიან. აქ ამაზეა საუბარი. აუცილებლად ნახეთ. და ბოლოს დასასრულს მოდი შევეხოთ იმას, რომ არ შეიძლება არც ფულის შეთავაზება ნათლობისთვის, რომ მონათლეთო. არც ფულის აღება ამ საქმეში, აი ეს უფლისგან იჯება. და ნახოთ იესო ქრისტემ რა თქვა ამაზე, თუ შენ ნახავთ. აქ ესეთი აი ფულიანი ტომარას დავხატე. გადახაზული, რომ მიხვდნენ ისინი, ვინც ამით ფულს აკეთებენ, სიამბლეში ეს რიტუალებით ფული კეთდება. და ზუსტად ამითაც გამოირჩევია, რომ ისინი სიყალბეა მათთან და არავითარი უფალი არ არის მათთან. მათეს სახარება ნახეთ, კვლავაც სახარება მათესი
დავწეროთ. სახარება მათესი. ესა გახლავთ მეათე თავის. მეშვიდე მერვე მუხლები. იესომ და საერთოდ უზენაესმა ღმერთმა რაც მისცა ადამიანებს აი ამ საქმის საკეთებლად რაც დაავალა, ყველაფერი არის უფასო. ღმერთი არავისგან ასეთ იმეებში ფულს არ მოითხოვს, რომ ფული აკეთოს ვინმე მისმა მსახურმა, ან ვინმეს ნათლობით და ასე შემდეგ სხვა. ამ ადამიანს რო ეხმარება, ახლა თუნდაც რასაც მე ვაკეთებ, ხო? ეს არის უფასო, უსასყიდო ყველას, ვისაც ვაკითხავთ, პირადად ვესაუბრებით, ვეხმარებით, უფასოდ და უსასყიდლოდ ხდება. ეს თვითონ იესო ქრისტეს ბრძანება და შეგიძლიათ გაეცნოთ. ასე რომ მართლმადიდებლური ნათლობები ანულირებულია, მოგიწოდებთ ყველას მოინათლეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებად. როგორც აი აქ იკითხება, მოინათლეთ ქრისტეში. აი ამ ნათლობით, აი ამ წესების ცხოვრებით, როგორც იესომ ბრძანა, ისწავლეთ ამ წესების დაცვა და მიდით ნათლობამდე. რადგან ეს არის სწორედ ის სიმბოლური ვიზა ახალ ქვეყნიერებაში შესასვლელად, მარადიული სიცოცხლის მისაღებად უფლის მიერ დაპირებულ მარადეულ სამყოფაში. გისურვებთ ყველას წარმატებებს.